გამარჯობა. ეს არის ვარსკვლავების ამბები, არხი, სადაც გაიგებ ყველაზე ცხარე სკანდალებს, სიახლეებს და საინტერესო ფაქტებს ჰოლივუდის ვარსკვლავებში. თუ ხარ სელებრიტების სამყაროს გულშემატკივარი, აუცილებლად გამოიწერე არხი და არ გამოტოვა ახალი ამბები. დისნეი კიდევ ერთხელ აპირებს ჩვენი ბავშვობის ზღაპარი ახლებურად გადმოგვცეს, თუმცა ამჯერად ყველაფერი გაცილებით უფრო სკანდალური და პოლიტიზირებული ჩანს. ფიფქიას ახალი რიმეიკი გადაიქცა არა მხოლოდ ჰოლივუდის კინოპროექტად, არამედ იდეოლოგიურ ბრძოლად, რომლის შუაგულშიც ორი გამორჩეული ვარსკვლავია, რეიჩელ ზეგლერი და გალ გადოტი. ფილმის ფონზე დისნეიმ მნიშვნელოვანი ბიზნესის ნაბიჯი გადადგა. SME, Secret Media International, დამოუკიდებელი კინოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დისტრიბუტორი გახდა დისნეის საკუთრება. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ კომპანია კიდევ უფრო ფართოდ გაავრცელებს საკუთარ პროდუქტს და მიაწვდის უფრო მრავალფეროვან აუდიტორიას. ფიფქიას ახალი ვერსია არის ამ ახალი სტრატეგიის პირველი ფაზა. პროექტი, რომელიც ცდილობს ტრადიციული ზღაპარი თანამედროვე ღირებულებებთან და კითხვებთან გაერთიანოს. რეიჩელ ზეგლერი, რომელსაც ფიფქიას როლი ერგო, გახდა მთელი პროექტის ყველაზე სკანდალური ფიგურა. მისმა განცხადებებმა უკვე ფილმის გამოსვლამდე გააჩინა დებატები და დიდი უკმაყოფილებაც. რეიჩელი ღიად აკრიტიკებს 1927 წლის ორიგინალ ანიმაციას და აცხადებს, რომ მისი ფიფქია თავისუფალი და დამოუკიდებელი იქნება, რომელიც პრინცს არ დაელოდება. იგი აქტიურად უჭერს მხარს ფემინისტურ იდეებს, ემიგრანტების უფლებებს და მრავალფეროვნებას, რაც ზოგიერთ ტრადიციულ მაყურებელს აშინებს და აღიზიანებს. რეიჩელის ინტერვიუები, სადაც ის ამბობს, რომ ფიფქიას არ სჭირდება გადარჩენა და რომ წარსულის მორალური გაკვეთილების მოძველდა, გახდა ახალი თაობის ღირებულებების მანიფესტი, თუმცა ამავდროულად გამოიწვია თაობათა კონფლიქტი. გალ გადოტი, რომელიც ფილმში ბორო დედოფლის როლს ასრულებს, სხვა ტიპის ენერგიას ასხივებს. ისიც მხარს უჭერს ქალთა გაძლიერებას, თუმცა ტრადიციულ ღირებულებებზე დამყარებულ ნარატივს ინარჩუნებს. გადოტი ამბობს, რომ ბორო დედოფალს არ უნდა ქონდეს ერთგანზომილებიანი ბოროტება და უნდა გამოხატავდეს ტკივილ შურისძიებას და დაკარგულ ოცნებებს. მისი მიდგომა ხაზს უსმევს სიუჟეტის კლასიკურ ფორმას, რაც უფრო ემოციურ და ადამიანურ კონფლიქტს ქმნის და ნაკლებად აქცენტს აკეთებს პოლიტიკურ მესიჯებზე. გალის წარსული, როგორც ისრაელის თავდაცვის ძალების ყოფილი წევრი, ასევე განაპირობებს მის უფრო ტრადიციულ დამოკიდებულებას ფილმის თხრობასთან მიმართებაში. საფეხურის მიღმა გადაღებების პროცესში რეიჩელ ზეგლერსა და გალ გადოტს შორის გაჩნდა აშკარა დაძაბულობა. რეიჩელი ითხოვდა სცენარის შეცვლას, ფიფქიას როლს უფრო აქტიური დამოუკიდებელი პერსონაჟის სახე მიეღო. გადოტი კი იცავდა სცენარში კლასიკური დრამატურგიის შენარჩუნებას და მეტი სიღრმის შეტანას. ერთ-ერთი ყველაზე დიდი უთანხმოება შეეხო ფიფქიას და დედოფლის ბოლო დაპირისპირების სცენას. ზელგერი ამტკიცებდა, რომ ფიფქია უნდა ყოფილიყო აგრესიული და მებრძოლი. გადოტი კი ამტკიცებდა, რომ კონფლიქტს უნდა ჰქონოდა ემოციური ფესვები და არა უბრალოდ ძალადობა. ეს დაძაბულობა აისახა როგორც მათ თამაშზე, ასევე ფილმის მთლიან ატმოსფეროზე, რომელიც, როგორც იწერება პირველ შეფასებებში, უცხო და გაწყვეტილი დინამიკით გამოირჩევა. ფიფქიას ახალი ვერსია უკვე აღწერეს როგორც ყველაზე საშინელი რიმეიკი. იგი ძალიან შორს წავიდა კლასიკური ზღაპრის შინაარსისგან. აქ სიყვარული მეორეხარისხოვანი ხდება და პრინცის როლი თითქმის საერთოდ გამქრალია. ვიზუალურად ფილმი ატარებს მუქ, თითქმის დისპონტურ ტონს, რაც აბსოლუტურად განსხვავდება ორიგინალი ფერადი და ნათელი ვერსიისგან. ფანების ნაწილი თვლის, რომ ფილმი უბრალოდ სოციალური მესიჯების პლატფორმად გადაიქცა. ფიფქიას ახალი ფილმი ნათლად აჩვენებს, რომ დისნეი ცდილობს თავისი ძველი ისტორიები თანამედროვე სოციალურ კონტექსტში გადააფორმოს, მაგრამ ამ პროცესში იგი კარგავს რაღაც იმ სიწმინდეს, რაც ოდესღაც ზღაპრებს უქმნიდა უნიკალურობას. რეიჩელ ზეგლერი და გალ გადოტი წარმოადგენენ ორ განსხვავებულ ჰოლივუდს. ერთი, რომელიც რადიკალური ცვლილებებისკენ მიისწრაფვის და მეორე, რომელიც ტრადიციებს ინარჩუნებს და ფრთხილად ეჭიდება სიახლეებს. რამდენად არის თანამედროვე მაყურებელი მზად ზღაპრის სხვა ინტერპრეტაციისთვის. ფიფქიას ახალი რიმეიკი აღარ არის უბრალოდ ზღაპარი. ის უკვე იდეების ომია. თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე? ხარს უჭერთ ახალი ფიფქიას და ფილმების გზავნილებს? თუ კლასიკური ზღაპრების შეცვლას წინააღმდეგობას უწევთ? აუცილებლად დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ძალიან მაინტერესებს თქვენი შეხედულება. და თუ გინდათ, რომ არ გამოგრჩეთ ჰოლივუდის ყველაზე ცხელი ამბები და სკანდალები, გამოიწერეთ ჩვენი არხი ვარსკვლავების ამბები და დააჭერეთ ზარის ღილაკს.